გამარჯობა ძვირფასოს მენილებო, ეთერშია პრაქტიკული ფილოსოფია და მე მისი წამყვანი ნინო და დღეს თქვენთან დავბრუნდი სამი არკანით. ეს არის უფროსი არკანებიდან მე-12 არკანი ჩამოკიდებული კაცი, მე-13 არკანი სიკვდილი და მე-14 არკანი ეს არის ზომიერება. დღეს განვიხილავთ სამ კარტას, იმიტომ რომ ამ სამ კარტას შორის არსებობს ძალიან დიდი კარნოზომიერება და ეს არის თანმიმდევრობა. ძალიან ხშირად ცხოვრებაში სიტუაციები ნაჩვენები ამ კარტებით ვითარდება ერთი მეორის შემდგომ თანმიმდევრულად და შესაბამისად ეს უკეთესად გავგვაგებინებს თითოეულ კარტას ცალ-ცალკე. ლექცია იქნება ჩვეულებრივზე გრძელი, ასე რომ მოკლა თითით გემრიელად და დავიწყოთ. მაშასადამე ჩამოკიდებული კაცი. ვინ არის ეს პერსონაჟი? ის კიდია ხეზე, ერთი ფეხით ზემოთ და ხელები აქვს ასევე შეკრული ზურგს უკან, მაგრამ მის სახეზე არ არის გამოსახული ტანჯვა, არამედ სიმშვიდე და შეიძლება ითქვას ცოტათი მოსვენებული, ზედმეტად მოსვენებული სახე აქვს ამ სიტუაციისთვის. ხოლო მის თავს გარშემო არის ნათება. ვინ არის ეს ადამიანი? ჩამოკიდებული კაცი არის შუა საუკუნეების ერთ-ერთი შეიძლება ითქვას წარმომადგენელი, ანუ ერთ-ერთი ხედვით შუა საუკუნეების პერსონაჟი. შუა საუკუნეებში ხალხს კიდებდნენ ეს სწორედ ცალი ფეხით, იმის გამო, რომ მათ უღალატეს ან ქვეყანას, ან პიროვნებას და ასე შემდეგ. ანუ ერთი სიტყვით ეს არის მოღალატეთა ხვედრი. და ამ შემთხვევაში ეს ადამიანი მართლაც რომ არის მოღალატე, მაგრამ არა სხვისი, არამედ საკუთარი თავის მოღალატე. ეს არის ადამიანი, რომელმაც ოდესღაც უღალატა საკუთარ გზას და ცხოვრებაში აიღო გზა, არა საკუთარი შინაგანი მედან და შინაგანი სურვილიდან გამომდინარე, არამედ სხვისი კარნახის მიხედვით, ანუ ის მიენდო სხვის აზრს. და შესაბამისად აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როდესაც ის არაბუნებრივ მდგომარეობაში ეგრეთ ვთქვათ თავისთვის, ხო? ანუ მართლაც ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობა წარმოგიდგენიათ, რომ მართლაც ჩვენთვის არაბუნებრივი მდგომარეობა და საკმაოდ ძნელი ასატანიც კი, მე ესე ვიტყოდი. ანუ ის ჩავარდა ძალიან ცუდ სიტუაციაში. არ ვიცი, გამოგიცდიათ თუ არა ესეთი მდგომარეობა, როდესმე თქვენ ცხოვრებაში შეიძლება ეს იყოს ყველაფერი, რაც კი თქვენ ოდესმე აანალიზებთ, რომ იყო არასწორი თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება ეს იყოს თქვენი არასწორად არჩეული პროფესია, არასწორად არჩეული პარტნიორი, შეიძლება იყოს არასწორად არჩეული საქმიანობა, ნებისმიერი მიმართულება, როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ უცებ მოხვდით ჩიხში, თქვენ ხართ იქ, სადაც თქვენი ადგილი არ არის. ამ ადამიანმა აქ უღალატა საკუთარ თავს და უღალატა ღმერთს, ეგრეთ ვთქვათ, საკუთარ მეს და შესაბამისად ღმერთსაც. იმიტომ რომ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანს დედამიწაზე აქვს რაღაც გარკვეული მისია, ხო? ყველა ადამიანი მოდის გარკვეული ტემპერამენტით, გარკვეული თვისებებით, ყველა ადამიანი დაბადებულია გარკვეული ნიჭით. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანები უგულებელყოფენ საკუთარ ნიჭს, საკუთარ სულის მოთხოვნებს და აკეთებენ უბრალოდ იმას, რასაც მას კარნახობენ. და შესაბამისად ისინი ღალატობენ როგორც საკუთარ თავს, ასევე ღმერთს, იმიტომ რომ ეს ნიჭი, ეს იდეა, ეს უმაღლესი იდეა, მისია, რომელთაც მოდის ყველა ადამიანი, არის შესაბამისად ღმერთის ჩადებული, ეგრეთ ვთქვათ, ამ ადამიანში და ადამიანი, როდესაც ღალატობს საკუთარ თავს, შესაბამისად მისი ღალატი საკმაოდ ძნელი არის და საკმაოდ მძიმედ შეიგრძნობა. შეიძლება ის თავიდან არ შეიგრძნოს, იმიტომ რომ იყოს ბონუსები, შეიძლება არასწორად არჩეულ პროფესიას თავიდან მოქონდეს რაღაც გარკვეული შემოსავალი, აღიარება და ასე შემდეგ და ეს იყოს ბონუსები, რომლებიც ადამიანს უბრალოდ აჩერებს ამ მდგომარეობაში. მაგრამ ადრე თუ გვიან ადამიანი ხვდება, რომ უბრალოდ არასწორი გზით აირჩია სიარული. და აღმოჩენს თავს ესეთ უხერხულ პოზაში და ძალიან მძიმე სიტუაციაში. ეს არის საკმაოდ მძიმე კარტა. ეს არის უდიდესი დეპრესიის კარტა. კარლ იუნგი თვლიდა, რომ ეს არის შუა ასაკის კარტა.
ან დაახლოებით იწყება 35 წლიდან და შეიძლება გაგრძელდეს 45 წლამდე და თუ ადამიანმა რეალურად ვერ იპოვნა თავისი თავი კიდევ აი ამ კრიზისის შემდგომ შეიძლება ის გაგრძელდეს სიცოცხლის ბოლომდე. ეს არის ავადმყოფობის კარტა, ეს არის საშინელად ცუდი ურთიერთობების კარტა, ეს არის ყველანაირი რთული სიტუაციის შეიძლება იყოს უფულობის კარტა, ანუ ძალიან რთული კარტა არის და აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მართლაც რომ ძალიან რთულია და გამოსავალი არის აქედან ერთადერთი, ეს არის შემდეგი კარტა, სიკვდილი. ანუ ამ შემთხვევაში სიკვდილი არის ორმაგი მნიშვნელობის კარტა, აი ამ ჩამოკიდებული კაცის გვერდით, ერთი რომ ის შეიძლება გამოხატავდეს მის ნამდვილ სიკვდილს, ანუ ეს იმდენად რთული გადასატანი კარტა არის, რომ მან შეიძლება მართლაც გამოიწვიოს ფიზიკური სიკვდილი ადამიანისა, არა სწრაფად, მაგრამ რაღაც გარკვეული დროის შემდგომ და შეიძლება მეორე თვალსაზრისით სიკვდილი ნიშნავდეს აი ამ სიტუაციის დასრულებას, ან უფრო სწორედ ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ დაასრულოს ეს კრიზისული სიტუაცია. მაგრამ რატომ არ არის ეს ადამიანი უბედური? რატომ არ აქვს უბედური გამომეტყველება სახეზე და გარდა ამისა, რატომ აქვს ესეთი ნათება, თითქოს ეს ადამიანი გასხივოსნებულიაო? ერთის მხრივ ეს გასხივოსნება თითქოს შეიძლება მიგვითითებდეს გასხივოსნებულ პერსონაჟზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი ჯერ არ არის გასხივოსნებული, მას ჯერ არ აქვს ნაპოვნი ღმერთი, მას ჯერ არ აქვს ნაპოვნი ის იდეა და არ ჯერა იმ იდეის, რომ თვითონ აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება დედამიწაზე, ბოლომდე არ აქვს გაანალიზებული ის, რომ ქმნის თავის მომავალს საკუთარი ფიქრებით, ან მას არ აქვს ჯერ კიდევ ნაპოვნი საკუთარი ძალა. რეალურად ის გადავა გასხივოსნებულ მდგომარეობაში 22 კარტაში, როდესაც ჩვენი ნულოვანი კარტა გადაიქცევა ბოლო კარტად, 22 კარტად. ანუ ის გაივლის გაცილებით ბევრ ეტაპს, მანამდე სანამ ის რეალურად გასხივოსნება და შეიძენს ბავშვურ მიამიტობას და უპირობო რწმენას. ანუ ადამიანი ნულოვანი კარტის მიხედვით იბადება უპირობო რწმენით და თუ ის ბოლომდე გაივლის აი ყველა საფეხურს, რაც კი ჩვენ ამ კარტაში გვაქვს მოცემული, მას აქვს შანსი, რომ ის მართლაც გასხივოსდეს და რეალურად გადავიდეს მდგომარეობაში ქრისტე, მდგომარეობაში ბუდა და მართლაც გქონდეს უპირობო რწმენა და სასწაულების მოხდენის უნარი. მაგრამ ეს ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ამ მდგომარეობაში. მაგრამ ნახეთ რა ხდება. მან ამ შემთხვევაში აირჩია, რომ არ იტანჯოს, ეგრე ვთქვათ, ისე ძალიან, როგორც მას რეალურად შეუძლია, რომ იტანჯოს. ანუ მან რეალურად გაყო აი ამ ყუფში ფეხი, ეგრე ვთქვათ, საკუთარი ფეხი და თვითონვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცოტა ხანი მოითბინოს. რაღაც ის სანაცვლოდ მართლაც. აი ესეთი ანდაზა მახსენდება, მე სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების, ხო? ეს არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი, სტუდენტი, მოსწავლე თავისი ნებით შეიძლება ითქვას არ ხედავს დღის სინათლეს და დღე და ღამე ზის და მეცადინეობს და იმეცადინეობს იმის იმედით, რომ ჩააბარებს, მიიღებს პროფესიას, ექნება შემოსავალი, ექნება წყნარი და დაალაგებული ცხოვრება და ასე შემდგომ. ანუ ის თავისი ნებით იღებს აი ამ გადაწყვეტილებას და მართლაც ესეთი ნებაყოფლობითი მსხვერპლ შეწირვა შეიძლება თამაშდებოდეს აი ამ კარტით. მაგათად არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიდიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, თუნდაც იმისთვის, რომ გადაარჩინონ სადღაც დელფინები ოკეანეში, ანუ მიდიან ვოლონტიორებად, ან აფრიკაში ბავშვების დასახმარებლად და ასე შემდგომ. ანუ ისინი თვითონ წირავენ საკუთარ დროს, შეიძლება ითქვას საკუთარ ახალგაზრდობასაც, მაგრამ მეორე მხრივ ამ კარტით თამაშდება ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანი უბრალოდ ვერ ხედავს ვერანაირ აზრს, ვერანაირ ქმედებაში. მას აქვს ხელფეხი შეკრული და მან ასევე თავისი ნებით, ეგრე ვთქვათ, აირჩია ესეთი ხელფეხშეკრული მდგომარეობა, აბსოლუტური უმოძრაობის მდგომარეობა, უბრალოდ იმიტომ, რომ ის ვერ ხედავს ვერანაირ აზრს რაიმე მოქმედების გაკეთებაში, ან რაიმე ნაბიჯის გადადგმაში. ამ შემთხვევაში ეს არის კრიზისი, ეს არის იმედგაცრუება, ეს არის მრავალი მცდელობის იმედგაცრუება, ადამიანი მუდმივად ცდილობს რაღაცა გააკეთოს
დაუშვათ ისევნოს ფული, აქეთ მიდგება, იქეთ მოდგება, ერთ სამსახურს გამოიცვლის, მეორეს გამოიცვლის და ასე შემდგომ. და შედეგი მას მაინც არ აქვს. ან სხვა შემთხვევაში დავუშვათ ურთიერთობის შემთხვევაში შეიძლება ერთ ურთიერთობაში შევიდეს, მეორე ურთიერთობაში, მესამე, მეოთხე ურთიერთობაში და შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ნებისმიერი მისი მცდელობა არის უბრალოდ ფუჭი და ის არათუ არ იწევს უკეთეს გამოცდილებას, არამედ შეიძლება იმეორებს ძველ გამოცდილებას, ან პირიქით უარეს მდგომარეობაშიც კი ვარდება ხოლმე. ანუ ეს არის კრიზისის კარტა, როდესაც ადამიანი უბრალოდ გაშეშებულია და ეს არის მისი პირველი მცდელობა მიხვდეს, რომ გარდა თავისი ფიზიკური მოქმედებისა, მას შეიძლება დასჭირდეს რაღაც გარკვეული გონებრივი მოქმედებები, ეგრე ვთქვათ, ანუ გონებრივად სხვა დონეზე გადასვლა, გონებრივად განვითარება და პირველი მცდელობა, რომ მართოს საკუთარი ფიქრები და მართოს საკუთარი ემოციები და რეალურად დაადოს ხელი აი ამ სამართავ საჭეზე, რომლითაც შესაძლებელია საკუთარი ბედის მართვა. ეს არის ჩვენი განწყობა, ეს არის ჩვენი ფიქრები, ეს არის ჩვენი იმედები და ეს არის ჩვენი რწმენა. სწორედ ამიტომ ადამიანს აქვს ესეთი გამომეტყველება, ანუ მშვიდი გამომეტყველება, მან უბრალოდ გადაწყვიტა დაიცადოს და იმუშაოს საკუთარ ფსიქიკაზე, იმუშაოს საკუთარ თავზე და აი ეს მისი მცდელობა, სწორედ ეს მისი გასხივოსნების პირველი მცდელობა არის გამოხატული მის გარშემო ესეთი სხივებით, საინტერესო სხივებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კარტაზე, ანუ როგორც თქვი, ყველა კარტას აქვს თავისი სიმბოლიკა, თემატიკა და ასე შემდეგ და აი ამ კარტასაც აქვს საკმაოდ საინტერესო სიმბოლიკა. ვნახოთ რა აცვია ამ ყვაწვილს. მას აცვია ფეხზე წითელი, ეგრე ვთქვათ, შარვალი, შემოდგեցილი შარვალი შუა საუკუნეების და აცვია ზემოთ ცისფერი პერანგი. წითელი არის მამაკაცური ენერგიის ფერი, ეს არის მოქმედების ფერი, ეს არის მიზნის მიღწევის ფერი, ეს არის აქტიური ფერი, ანუ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ეს ადამიანი დადიოდა ფეხებით, ხო? ეს ადამიანი ცხოვრობდა აქტიური ცხოვრებით, ეყრდნობოდა საკუთარ ფეხებს, ესე ვთქვათ, და ცდილობდა, რომ აქტიურად ეცხოვრა ცხოვრების მანძილზე, ქონოდა გარკვეული მიზნები და ასე შემდგომ. ხოლო ზემოთ კი ეცვა ეს პერანგი და ზემოთ ანუ ქონდა გრძნობები, მაგრამ ის გრძნობებს არ ეყრდნობოდა და ეხლა სიტუაცია მაიძულა ეს ადამიანი რომ უკან გადმობრუნებულიყო, აქტიური ნაწილი, მისი ფეხები დაესვენებინა და რეალურად დაყრდნობოდა მხოლოდ საკუთარ გრძნობებს, საკუთარ ემოციებს, უბრალოდ იმიტომ, რომ მან უკვე აქტიური ქმედებით ვერ მიიღო შედეგი და სადღაც ინტუიციურად ხვდება, რომ უკვე დროა მიაქციოს ყურადღება საკუთარ ემოციებს, საკუთარ ფიქრებს და საკუთარ გრძნობებს. ძალიან ხშირად ადამიანები, რომელთაც ასევე წარმოდგენა არ აქვთ იღბლიანი ბორბალის შესახებ, სამყაროს კანონების შესახებ, იმის შესახებ, რომ სამყარო იმართება ფიქრებით, ძალიან ხშირად ადამიანები ინსტინქტურად ეძებენ ისეთ ფიქრებს, რომლებიც აადვილებენ მათ მდგომარეობას ფსიქიკურად. გესმით? ანუ გახსენება თუ არა ესეთი სიტუაცია, შეიძლება თქვენი ცხოვრებიდან, შეიძლება მეგობრის ცხოვრებიდან, რომ დავუშვათ სიტუაცია არის ძალიან ცუდად და ადამიანი უკვე გაურბის აი ამ სიტუაციაზე საუბარს, მიზანმიმართულად არ საუბრობს ამ სიტუაციაზე. უბრალოდ იმიტომ, რომ აი თავი აარიდოს პრობლემას და ფსიქიკა დაასვენოს პრობლემისგან. გესმით? ან დავუშვათ ისეთი სიტუაცია, როდესაც აღარ გამოგდით რაღაცა საქმის კეთება ერთი მიმართულებით და უბრალოდ ხელს ჩაიქნევთ თქვენი საკუთარი სურვილით, რომ ამ მიმართულებით იტყვით, რომ აღარ გადავდგამ ამ მიმართულებით არც ერთ ნაბიჯს და იწყებთ სხვა მიმართულებით სვლას, ეგრე ვთქვათ. თუ თქვენ არ გამოგდით დავუშვათ წონის კლება, უბრალოდ იძენთ სხვა ხობის, ანუ ან აახლებთ გარდეროს და ასე შემდგომ. ანუ ესეც რეალურად არის აი ადამიანის მცდელობა, რომ ცოტათი მოადუნოს ყურადღება იმ პრობლემისგან, რომელიც არ წყდება იოლად და ეგრე ვთქვათ, გაზარდოს ყურადღება იმ მიმართულებით, სადაც მას უბრალოდ გამოდის საკითხები, ანუ მიატოვოს პრობლემა იღბლიანი
ბორბლისთვის, რომ იღბიანმა ბორბალმა გადაუწყვიტოს ეს პრობლემა. აი მართლაც ესე ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ინსტინქტურად ხალხი თვითონ ეძებს გამოსავალს მაშინ, როდესაც საერთოდ არ იცის არაფერი, არანაირი წარმოდგენა არ აქვს იღბლიანი ბორბალის შესახებ, ხო? თვითონ ეს ხე არის საკმაოდ საინტერესო ფორმით, ხო? ეს არის თითქოს არაჩვეულებრივი ხე. ჩვეულებრივად ხეები უფრო ქაოტურად იზრდებიან. და ამ ხეს კიდე აქვს ორი ტოტი, ანუ ერთი არის ჰორიზონტალურად მიმართული და მეორე აქვს ძირითადი საყრდენი ტოტი, ეს არის ვერტიკალურად მიმართული. და ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის ძალიან სიმბოლური. ეს ხე ამ კარტაში გამოსახავს დროს. ანუ დროის ორგვარ აღქმას. ერთი არის ჰორიზონტალური აღქვა, როდესაც ჩვენ ცხოვრებას ვუყურებთ როგორც გარკვეულ ხაზს. ანუ ჩვენ ვუყურებთ, რომ ჩვენ დავიბადეთ გარკვეულ პერიოდში, ჩვენ აღვიქვამთ, რომ ეს ხაზი დაიწყო აი ამ პერიოდში და შემდგომ, როდესაც ჩვენ მივდივართ, ეს ხაზი იზრდება. და შესაბამისად, ან ვიძეთ გარკვეულ გამოცდილებას ამ ხაზზე, ან ვტოვებთ გარკვეულ გამოცდილებას, შეიძლება ვოჯახდებოდეთ აი ამ ხაზზე, გუშინ არ ყავდა მეუღლე, დღეს გვყავს. გუშინ არ მქონდა მანქანა და დღეს გვაქვს, ხო? ასე შემდეგ. ანუ ეს არის ცხოვრების ხაზობრივი აღქმა, როდესაც ადამიანი რეალურად აანალიზებს იმას, თუ რა გააკეთა, როდის გააკეთა, რამდენი გააკეთა, რანაირად გააკეთა, ანუ ის აანალიზებს საკუთარ მატერიალურ და შეიძლება ითქვას ემოციურ გამოცდილებასაც თავისი ცხოვრების მანძილზე. ხოლო ეს ვერტიკალური ტოტი კი წარმოადგენს ეხლანდელ მდგომარეობას ამ მომენტში. ანუ ჩვენი ფსიქიკურ მდგომარეობას ყოველ მომენტში, ამ მომენტში. და რეალურად ვერტიკალური ტოტი გვიჩვენებს, რომ ერთადერთი რეალური მომენტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია სინამდვილეში, არის ეხლანდელი მომენტი. არსებობს ესეთი გამოთქმა, ინგლისელებს აქვთ ესეთი გამოთქმა, all we have is now. ერთადერთი რამ, რაც ჩვენ გაგვაჩნია, არის ეხლანდელი დრო. ანუ ეხლანდელი მდგომარეობა. და ეს არ არის ფუჭი, ილუზორული აღქმა, ეს არის ძალიან უმაღლესი ხარისხის ღვთიური აღქმა დროისა, იმიტომ რომ ჩვენი ყოველი ეხლანდელი განწყობა და ყოველი ეხლანდელი მომენტი რეალურად ქმნის მომავალ მომენტს. ანუ წარსულიც ილუზია და მომავალიც ილუზია. გაგიხსენებიათ თუ არა თქვენი რომელიმე წარსული გამოცდილება, თქვენი ნებისმიერი წარსული. და შემდგომ გიცდიათ თუ არა, რომ წარმოგესახათ თქვენი მომავალი. და არ ვიცი, მე პატარა ვიყავი და აი ამითი ვთამაშობდი, ამ გონებრივ თამაშებს თამაშობდი ხოლმე, ძალიან პატარა ასაკში, დაახლოებით 10 წლის ასაკშიც კი ვერთობოდი ამითი და რეალურად ხვდებოდი, რომ ჩემი წარსულ გამოცდილებასა და ჩემს მომავალ წარმოდგენას შორის ფაქტიურად არანაირი განსხვავება არ არის, ანუ მე შემიძლია გავიხსენო ჩემი წარსული, როგორც რაღაც გარკვეული სურათი და ზუსტად ისევე მე შემიძლია დავხატო სურათი ჩემი მომავლის შესახებ. რეალურად ვერც ერთ აი ამ სურათს მე ხელით ვერ ვეხები ვერც წარსულს, ვერც მომავალს, ხო? რეალურად ერთადერთი მომენტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის ეხლანდელი მდგომარეობა. და თუ დაუკვირდებით ეხლანდელ მდგომარეობაში, არც თუ ისე ძნელი არის დადებითი ემოციის შენარჩუნება. ახლა თუ რაღაც ძალიან არ გტკივა და რაღაც ძალიან დიდ ფიზიკურ დისკომფორტს არ განვიცდით, ეხლანდელი მდგომარეობა ჩვენთვის უმეტეს შემთხვევაში არც არის ისეთი საშიში. ანუ მომავალი შიშები და წარსული სინანული უფრო ამძიმებს ფსიქიკას, ვიდრე კონცენტრაცია ახლა ამ მომენტში. და აი ახლა ამ მომენტში კონცენტრაცია რეალურად უზრუნველყოფს ღმერთთან კავშირს, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის მომავალს. ანუ ეს არის აი ამ ადამიანის, ეს ადამიანი მართლაც კიდია ესეთ ვერტიკალურ ტოტზე, ხო? ვერტიკალური ტოტის პარალელურად. ის პირველად ცხოვრებაში ცდილობს, რომ მოახდინოს კონცენტრაცია ახლანდელ მომენტზე. ის ცდილობს, რომ შეცვალოს ხედვა. კიდე ერთ-ერთი ასპექტი ამ კარტის მიხედვით არის ის, რომ ადამიანი კიდია თავით ქვემოთ და შესაბამისად მისი ხედვა სამყაროსი არის გადმობრუნებული. ის არ ხედავს სამყაროს ისე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, ყველა სხვა ადამიანი, რომელიც ფეხზე დგას, ყარად,
ანუ დგას თავის მამაკაცურ პოტენციალზე, ესე ვთქვათ, ანუ თავისი აქტიურ ნაწილზე, თავისი გონების აქტიურ ნაწილით მართავს საკუთარ ცხოვრებას, ისინი დგანან ფეხზე, ხო? მაგრამ ეს ადამიანი არის გადმობრუნებული, მას აქვს შესაბამისად აბსოლუტურად გადმობრუნებული სხვანაირი ხედვა სხვა ხალხთან მიმართებაში. და ძალიან ხშირად ეს შეიძლება დანახული იყოს ეს ფიგურა სხვა ადამიანების მიერ როგორც თეთრი ყვავი, როგორც ადამიანი, რომელიც აზროვნებს არასტანდარტულად. მან მართლაც რომ პირველად თავის ცხოვრებაში იქონია მცდელობა იმის შესახებ, რომ ეაზროვნა ისე, როგორც თვითონ აწყობს და არა ისე, როგორც სთავაზობს მას საზოგადოება. თქვენი აზრით იქნება თუ არა ეს ადამიანი საზოგადოებისგან მიღებული? არა, რა თქმა უნდა. არ იქნება მიღებული. ის იქნება, როგორც თქვი, თეთრი ყვავი, ის იქნება მსხვერპლის როლში, გარკვეულწილად ეს არის ადამიანი, რომელმაც ნებაყოფლობით შესწირა თავისი თავი რაღაცა ილუზორულ იდეას და ეხლა ჩავარდა მსხვერპლის როლში. და შესაბამისად ადამიანი რა როლსაც თამაშობს, როგორც მიაჩნია თავისი თავი, საზოგადოებისგანაც იგივე დამოკიდებულებას იღებს. მაგრამ ეს ადამიანი ახლა არის მსხვერპლის როლში, შეხედეთ და შესაბამისად ადამიანები მის გარშემო სავარაუდოდ ამ ადამიანს აღიქვამენ როგორც მსხვერპლს. და ადამიანებს აქვთ უნარი, რომ მსხვერპლს კიდევ უფრო მეტად დააჭირონ ფეხი, მსხვერპლი კიდევ უფრო მეტად დაჩაგრონ და კიდევ უფრო მეტად აგრძნობინონ მსხვერპლს, რომ ის მსხვერპლია და გარდა ამისა არავის არ მოსწონს მისი განსხვავებული ხედვა, ხო? ასე რომ საზოგადოებაში ეს ადამიანი იქნება ძალიან რთულ სიტუაციაში. მას ფაქტიურად მოუწევს ძალიან დიდი კონტროლი საკუთარი ფსიქიკისა, რომ დარჩეს საკუთარ ხედვაზე. და ისიც გავიხსენოთ, რომ აი ამ ადამიანმა საკუთარი ხედვა შეიძინა მხოლოდ იმის გამო, რომ უბრალოდ სხვა შემთხვევა არ იმუშავა მაგის ცხოვრებაში, სხვა სოფხედველობამ არ იმუშავა. ეს არის იძულებით შეძენილი განსხვავებული ხედვა და მისი მცდელობა, რომ საკუთარი გონება დააფიქსიროს აი ამ ხედვაზე. ამ კარტას ჭირდება ძალიან დიდი ნებისყოფა, ამ კარტას ჭირდება ძალიან დიდი რწმენა, ამ კარტას ჭირდება საკუთარი თავის რწმენა, ან ღმერთის რწმენა. თუ თქვენ ცხოვრებაში გქონიათ რაიმე დიდი კრიზისი, თუ თქვენ გახსენდებათ რაღაც გარკვეული დიდი კრიზისი, აი ბატონო, ეს კარტა არის საკმაოდ რთული, უდიდესი კრიზისის კარტა. და როგორც თქვი, კიდევ ერთხელ ამ კარტიდან ადამიანი შეიძლება არც გამოვიდეს ცოცხალი. ის შეიძლება ან ფიზიკურად გარდაიცვალოს, ან იძულებული იქნას, რომ სიკვდილის კარტის მიხედვით მოკლას ეს სიტუაცია, ანუ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და შევიდეს სხვა სიტუაციაში, რომელიც ასევე მოითხოვს ძალიან დიდ დაძაბულობას, ფსიქიკის რეგულაციას, რწმენას და ასე შემდეგ. კარგით, მოდით განვიხილოთ ახლა როგორი იქნება ეს კარტა სხვადასხვა სიტუაციებში, ხო? ადამიანი, როგორი იქნება ამ კარტის მიხედვით ადამიანი? ეს ადამიანი ყველაზე უარეს შემთხვევაში არის დეპრესიაში. ის არის ძალიან დიდ დეპრესიაში, მართლაც როგორც თქვი, მას ეშინია ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა. მაგრამ სხვა შემთხვევაში ის არის ალტრუისტი, ის არის მზადყოფნაში, რომ შეეწიროს თავის იდეას, თავის განსხვავებულ ხედვას და შესწიროს თავი რაღაცა სიტუაციას. ესმით, მომავალი წარმატებისთვის. ანუ ის შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ნებაყოფლობით მიდის აი ამ ცხოვრებაზე. ეს ადამიანი არის საკმაოდ ჯიუტი, საკმაოდ მყარად იცავს თავის პოზიციებს, მაგრამ ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მყარად იცავს თავის პოზიციებს, მხოლოდ მას მერე, რაც ერთხელ უკვე შეცდა, ან შეიძლება ბევრჯერად შეცდა ცხოვრებაში და თავისი პოზიციები დათმო. ის არის ალტრუისტი, ის არის გარკვეულწილად ბრძენი, მას უკვე აქვს შეძენილი რაღაც გარკვეული გამოცდილება, მას ყოველთვის აქვს განსხვავებული ხედვა. ფაქტურად ეს არის განსხვავებული ხედვის ადამიანი. ამ კარტით გადის მედიტაცია, ამ კარტით გადის სხვადასხვა ტრანკვილიზატორების მიღება იმისთვის, რომ ადამიანმა გათიშოს მდგომარეობა, ესმით, გამოეთიშოს აი ამ თავის ტკივილს, სხვადასხვა ანტიდეპრესანტების მიღება, აი ყველაფერი გადის აი ამ კარტით. ურთიერთობები.
როგორი იქნება ეს ადამიანი ურთიერთობებისთვის. ძვირფასება ამ ადამიანს საერთოდ არ ცალია ურთიერთობებისთვის. ვერ ხედავთ რა გასაჭირშია. ეს ადამიანი თქვენთვის არ მოიცნის. თუ თქვენ რეალურად რაღაც გარკვეულწილად ცდილობთ ეს ადამიანი შემოიყვანოთ თქვენ ცხოვრებაში, ძალიან დიდი ხანი მოგიწევთ დაიცადოთ. თან მინდა გითხრათ, რომ ეს კარგად დაკავშირებულია დროსთან. ეს არის საკმაოდ კრიზისური სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი ესე მარტივად არ ხდება. აქ შეიძლება ჩართოთ ფსიქოლოგები, შეიძლება ჩართოთ მართლაც ანტიდეპრესანტები, შეიძლება მართლაც საკმაოდ რთულ სიტუაციაში იყოთ ფსიქიკურად. ესმით? ასე რომ ამ ადამიანს თქვენთვის არცალია. თუ ეს კარტა მოვიდა უკვე ახლა არსებულ სიტუაციაზე, ურთიერთობების თვალსაზრისით, ურთიერთობები არის ძალიან დიდ კრიზისში. ორივე პარტნიორი გარკვეულწილად იტანჯება გარკვეულ თავისი პრობლემების გამო, ან შესაძლებელია, რომ ერთი პარტნიორი წირავდეს თავს მეორე პარტნიორს. ესეც არის შესაძლებელი. ანუ ზოგადად შეიძლება ნიშნავდეს გარკვეულ სექსუალურ უინტერესობას ერთი მეორის მიმართ და მოკლედ სტაგნაციას ურთიერთობებში და თუ ეს არის ახალი ურთიერთობები, როგორც თქვი, ისინი არ განვითარდება მართლაც. პროფესია და სამსახური. ადამიანი არის ისეთი სამსახურში, მას აქვს ისეთი პროფესია, რომელიც მას არ უყვარს. ის მას უბრალოდ ითმენს, ის უბრალოდ ყოველდღე დადის სამსახურში და ამითი არის ძალიან უბედური. შეიძლება თვითონ გამოსახავდეს გარკვეულ კრიზისს, აი ამ სამსახურის დროს შეიძლება გამოსახავდეს სიტუაციას, როდესაც ადამიანს აქვს კონფლიქტური სიტუაცია გარშემომყოფებთან მიმართებაში, ან მათ აქვს მასთან პრეტენზია, იმიტომ რომ მას აქვს განსხვავებული ხედვა და შეიძლება, ის იყოს, როგორც თქვი, თეთრი ყვავი საზოგადოებაში. პროფესიები, ნებისმიერი პროფესია, რომელიც დაკავშირებული არის აი უცნაური პოზების მიღებასთან, ანუ სხეულთან მუშაობასთან. ეს შეიძლება იყოს აკრობატი, ცირკის ჯამბაზი, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ილეთების შემსრულებელი, სპეციალური ადამიანი. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც წირავს თავს სხვა ადამიანების კეთილდღეობას, ანუ ვალონტიორი, და მეძმა, რელიგიური მისიონერი. შეიძლება იყოს მედიტაციის სპეციალისტი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ცდილობს თავისი გონება გააწონასწოროს და მედიტაცია არის ამისი ერთ-ერთი საშუალება. შეიძლება იყოს ფილოსოფოსი, როგორც განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანი. და შეიძლება ეს იყოს შამანი, ან თუნდაც შესაძლებელია ეს იყოს შემოქმედებითი ადამიანი, რომელიც უბრალოდ თავს წირავს საკუთარ პროფესიას. მას უბრალოდ არ შეუძლია სხვა რაღაცა აკეთოს, ქარხანაში იმუშაოს, ოფისში იმუშაოს და ასე შემდგომ, იმიტომ რომ მას აქვს შინაგანი შემოქმედებითი წვა და მანამდე სანამ ის რეალურად პოვებს აღიარებას და გარკვეულ შემოსავალს, თავისი შემოქმედებითი საქმიანობიდან მან შეიძლება საკუთარი ფინანსები, მთელი თავისი ცხოვრება შესწიროს თავის შემოქმედებას. ფინანსური თვალსაზრისით ადამიანს შეკრული აქვს ხელფეხი, არის ვალებში, არ აქვს სამსახური. ფინანსური თვალსაზრისით ძალიან ცუდი კარტა არის, რა თქმა უნდა. ანუ კრედიტი, ვალი, გარკვეული კონტრაქტით, ცუდი კონტრაქტით დაბმული ერთ ადგილას, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან წამგებიანი ბიზნესი და გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს მისი ბიზნესი, ანუ აქეთ მოითხოვს ფულის ჩადებას ყოველდღიურად, იმისთვის რომ ბიზნესმა იცხოვროს. მომავლის სანაცოდ, მომავლის იბედების სანაცოდ, ხო? ჯანმრთელობის თვალსაზრისით ეს არის საკმაოდ ნეგატიური კარტა, ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს ხერხემლის პრობლემები, სიარულის პრობლემები, ხო? ანუ ხელებით შეკრული აქვს, შეიძლება რაღაც გარკვეული, მოკლედ, მობილურობის პრობლემები უეჭველი. მას აქვს ცუდი ხედვა, ანუ არანორმალური ხედვა, შეიძლება მიუთითებდეს თვალების პრობლემებზე, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ადამიანი კიდი, ანუ შიდა თავის ქალის წნევა შეიძლება ქონდეს, შეიძლება ქონდეს ინსულტის საშიშროება, ან ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, მოკლედ ცუდი. და რჩევა არის ის, რომ თქვენ უნდა მიენდოთ ბედს და შეიძინოთ განსხვავებული ხედვა თქვენს სიტუაციაზე. თუ თქვენ ხართ ჯანმრთელობის თვალსაზრისით ცუდად, შეიძლება იყოს რჩევა, რომ მიიმართოთ ალტერნატიულ მედიცინას, ან რეალურად ფსიქოსომატიკას, ანუ შეცვალოთ თქვენი ფსიქიკა იმისთვის, რომ შეიცვალოს თქვენი სხეული, ხო? ანუ აბსოლუტურად სხვანაირი ხედვა უნდა
იქონიოთ აბსოლუტურად ყველა სიტუაციაზე, იქნება ის ფინანსური სიტუაცია, იქნება ის ურთიერთობის სიტუაცია და ასე შემდეგ და დამშვიდდეთ. შეხვიდეთ მედიტაციაში, ეს კარტა ნამდვილად ურჩევს ადამიანს, რომ იყოს მედიტაციაში, რაც შეიძლება ბევრი ხანი, ცოტათი რწმენად შემოიტანოს ცხოვრებაში. კარგით, გადავიდეთ შემდეგ კარტაზე და სიკვდილის კარტა არის შემდეგი კარტა. ნომერი 13. 13 ნომერი. როგორ ეშინია ხალხს ამ კარტის, მოკლედ ეს კარტა თუ ამოვა, კარტების გაშლის დროს ხალხს ძალიან დიდი შიში აქვს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კარტა აქტუალურ სიკვდილს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვუსვამთ მას შესაბამის კითხვას. ანუ თუ საქმე ძალიან ცუდათაა და ჩვენ ვეკითხებით, რამე ცუდი ხომ არ მემუქრება, საშიში და ასე შემდეგ და ამოდის სიკვდილი, კი შეიძლება ეს ნიშნავდეს რეალურად სიკვდილს. ან არსებობს ასევე ძალიან ცუდი კარტათა კომბინაცია. 1-2 მოვალში გავედით ჩვენ ამ კარტათა კომბინაციებსაც, რომელიც ასევე მიუთითებს აქტუალურ სიკვდილზე, მაგრამ ერთის მხრივ ეს ესეა და მეორეს მხრივ, როდესაც თქვენ ადამიანს უშლით კარტას, აუცილებლად უნდა გააგებინოთ მას, რომ მომავალი არის ცვალებადი. მომავალი რეალურად ცვალებადია და უნდა ასწავლოთ მაქსიმალურად, რომ ამ მდგომარეობაში, ამ სიტუაციაში, სადაც ის იმყოფება, უბრალოდ მოეშვას, იყოს მშვიდად, წყნარად, იმიტომ რომ ყველაფერი წესით და რიგით ბედის ბორბლის მიხედვით უნდა შეიცვალოს დადებითისკენ. არ გაუწიოს წინააღმდეგობა სიტუაციას, არ დახატოს თავის თავში ნეგატიური სცენარები და ასე შემდგომ და სიკვდილი რეალურად არ გათამაშდება. და კიდევ ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სიკვდილი ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვით საერთოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი. ხოლო სული კი ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვით არის უკვდავი, ანუ ადამიანი კვდება, რაღაც ეტაპს გაივლის, შემდგომ ცოტა ხანიცაში გაჩერდება, კონსულტაციას გაივლის შეიძლება და მოხდება მისი შემდგომი რეინკარნაცია, შემდგომ სიკვდილი, რეინკარნაცია, სიკვდილი, რეინკარნაცია და ასე შემდეგ. და ადამიანი არის მუდმივად აი ამ ციკლში და ამ ციკლის ფარგლებში ადამიანი ვითარდება, არ ვიცი რა არის ამ განვითარების საბოლოო შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ ტაროს კარტის მიხედვით ჩვენ ვართ მუდმივი არსებები და სიკვდილი არის უბრალოდ გარდასახვის ერთ-ერთი ეტაპი. თვითონ სიკვდილის კარტა არც თუ ისეთი ცუდი არის, ანუ რა თქმა უნდა ჩვენ აქ ხედავთ საკმაოდ ისეთ შემაშინებელ ფიგურას, სიკვდილს როგორც ხატავენ ხოლმე ჩონჩხის გამოსახულებით. ეს არის რეალურად აპოკალიფსის 4 რაინდიდან ერთ-ერთი რაინდი, ეს არის ბიბლიური პერსონაჟი. ერთი არის შავი ჭირი, მეორე არის შიმშილი, არის ომი და ბოლო რაინდი არის სიკვდილი, რომელსაც ესეთი ჩონჩხის ფორმა აქვს, სიკვდილის ანგელოზი. და უკანა ფონზე არის მზე. რას ნიშნავს ეს მზე? აი მზე ნიშნავს რეალურად ახალ დასაწყისს. მზე ნიშნავს იმას, რომ სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ დასასრული არის რაღაცა სიტუაციის და წინ არის ახალი დასაწყისი. მზე საერთოდ ნიშნავს ღვთის წყალობას, ნიშნავს ოცნებების ასრულებას. მზე, სადაც არის ამ ტაროს კარტაში, ეს ძალიან დადებითი ნიშანი არის და იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ჩვენთან არის და ყველაფერი ჩვენთან იქნება კარგად. და ეს მზე არის ამ შემთხვევაში შორს, ჰორიზონტზე. ნახოთ კიდე რა არის გამოსახული ამ კარტაზე. აქვს უშველებელი დროშა, ამ საყვარელ პერსონაჟს სიკვდილს და ამ დროშაზე გამოსახულია ვარდი. ეს ვარდი არის მე-15 საუკუნის საიდუმლო ორგანიზაციის როზენკრეისტერების სიმბოლო. ვინ იყვნენ ახლა როზენკრეისტერები? როზენკრეისტერები იყვნენ მე-15 საუკუნის ორგანიზაცია, საძმო, ესე ვთქვათ, ადამიანთა დაჯგუფება, რომლებიც იკრიბებოდნენ და იკვლევდნენ კაბალას, იკვლევდნენ ჰერმეტიზმს. შეგახსენებთ, რომ ტაროს კარტში ძალიან წამყვანი ხაზი უკავია ჰერმეტიზმს და კაბალას, ასევე იკვლევდნენ ტაროს კარტებს, ანუ ჩვენიანები იყვნენ რა. და იკვლევდნენ ასევე თუ როგორ შეიძლება გონების შეცვლა, ისე რომ ჩვენ შევცვალოთ ჩვენს გარშემო ბედი, ჩვენი მომავალი. და მათ ჰქონდათ ესეთი სიმბოლო, ეს იყო ვარდი ჯვარზე.
და ეს მიუთითებდა იმაზე, რომ იესო ქრისტე თავიდან დაიბადა, მას მერე რაც ერთხელ უკვე გარდაიცვალა დედამიწაზე. ანუ ის ფაქტურად, აღსდგა, როგორც ჩვენ ამას ვუწოდებთ. და ეს რეალურად იმას ნიშნავს, აი ამ დროშაზე, აი ამ ვარდის გამოსახვა ნიშნავს, რომ იქ სადაც რაღაცა კვდება, ყოველთვის სადღაც რაღაც ახალი იბადება. და რომ სიკვდილი უბრალოდ არის გარდამავალი ეტაპი და ეს საერთოდ არ არის საშიში ეტაპი. და უკანა ფონზე ჩვენ გვაქვს ესეთი მდინარე, ეს არის მდინარე სტიქსი, ეს არის ძველი ბერძნული მითოლოგიის მდინარე, რომელსაც გადაყავდა ნავის მეშვეობით ხერონს მკვდარ ადამიანთა სულები. ანუ ის გადაიყვანა ამ მდინარეზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო და უკან დასახევი გზა მას არ ქონდა. თუ გადაჭრი ამ მდინარეს, უკან არ დაბრუნდები და ამას აქვს ძალიან დიდი სიმბოლიკა, ამას დაუბრუნდებით ჩვენ კიდევ ერთხელ. კიდევ ამ კარზე გამოსახულია რეალურად ადამიანები, აი ეს ადამიანი, რომელიც უკვე დაცემულია, არის ხელმწიფე, მისი გვირგვინი გათელილი არის აი ამ ცხენის ჩლიქთან. ეს ხელმწიფე რეალურად არის იმის მაჩვენებელი, რომ სიკვდილი ყველას ათანასწორებს, არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი ფული და ძალაუფლება გაქვს ამ დედამიწაზე, სიკვდილი აუცილებლად მოვა შენთან. გარდა ამისა, აქ არის ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ეშინია სიკვდილის, ესე თავს უკან წევს, არ უნდა სიკვდილის დანახვა. არსებობს ეკლესიის წარმომადგენელი, რომელსაც ესე ორი ხელი აქვს გაშვერილი და თითქოს რაღაცა სთხოვს სიკვდილს. თვითქოს ევაჭრება, ესე ვთქვათ რა, ახლა კარგი ბიჭი ვიქნები და ცოტა უკან დაიხიო. ხო და რეალურად ჩანს, რომ ბავშვი, რომელსაც ხელში უჭირავს ყვავილები და სიკვდილს უყურებს სახეში, არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც სიკვდილს ხვდება გულღია და არაფრის არ ეშინია. მე მინდა გავიხსენო რეალური ისტორია ჩემი ცხოვრებიდან, ჩემი და ჩემი დის ცხოვრებიდან. ის რომ ჩემმა დიშვილმა 4 წლის რო იყო, პირველად გაიგო თუ რა არის სიკვდილი და ძალიან შეშინდა, იმდენად შეშინდა, რომ რო დაწვადა საძინებლად ღამის 10 საათზე 4 საათამდე თვალი ვერ მოხუჭა და დედამისმა რომ მიხვდა რომ რეალურად არ ეძინა, კითხა რა გჭირ შვილო და ბავშვმა უთხრა რომ ესე გესცი და გავიგე რომ სიკვდილი არსებობსო და ძალიან მეშინიაო და ეხლა ჩემი და რას ეთყოდა, რა თქმა უნდა უთყოდა რომ აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით სიკვდილი არ არსებობს. ესევე უთხრა რომ როგორც დავუშვათ ყველანი მოკვდებით, მაგრამ შემდგომ თავიდანვე დავიბადებით და ბავშვისთვის ეს იყო მყისიერი შვება. ანუ ადამიანი მთლიანად მოეშვა, ой, რატო ადრე არ მითხარიო და გადაწვა და დაიძინა, ანუ გადაბრუნდა და დაიძინა. ბავშვები ძალიან ნადულად იღებენ ყველა ინფორმაციას და განსაკუთრებით ბავშვებს აქვთ უნარი ამოიცნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის არის დადებითი. ანუ მათ აქ შესწრებთ უნარი ამოიცნონ მათთვის სასიამოვნო ინფორმაცია. მხოლოდ ჩვენ დიდ ადამიანებს გვაქვს უნარი გვეჟეროდეს იმისი, რაც არ გვაწყობს. გესმით? უბრალოდ იმიტომ, რომ ამას გვეუბნებიან რაღაც გარკვეული ავტორიტეტები, ექიმები, ქურუმები, ისინი ესენი ჩვენ გვჯერა ავტორიტეტების და ჩვენ არ გვჯერა საკუთარი ემოციები, ჩვენ არ გვჯერა ჩვენი თავის. და ამიტომაც ჩვენ ვაკეთებთ ისეთი რეალობის მატერიალიზაციას, რომელიც რეალურად ძალიან არასასიამოვნოა. არ გვაწყობს ის, რაც გვჯერა და შესაბამისად ავიღებთ ისეთ მომავალს, რომელიც რეალურად არ გვაწყობს. ანუ ამ კარტაზე უმეტეს შემთხვევაში სიკვდილი, როგორც აღნიშნე, არ ნიშნავს აქტუალურ სიკვდილს, არამედ ნიშნავს დასასრულს. როგორი დასასრული არის ახლა ეს? ეს არის ბუნებრივი დასასრული. როგორია ბუნებრივი დასასრული, რომლის შესახებაც თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას. ეს დასასრული გარდაუვალია. ეს არის დასასრული უიღბლო ქორწინების. ეს არის დასასრული ძალიან ცუდი სამუშაოსით, ან ცუდი პირობებით, სადაც თქვენ ყოველდღე ხართ უბედური. ეს არის დასასრული იმ ცხოვრების დროსაც თქვენ ცდილობთ გამოიმუშაოთ ფული და ფუჭად მოძრაობთ, ერთი და იგივე მოძრაობას აკეთებთ აბსოლუტურად სრულიად უშედეგოდ. ეს არის დასასრული ყოველგვარი უიმედობის, ეს არის ყოველგვარი ავადმყოფობის დასასრული. ეს არის ადამიანის ბუნებრივი გადაწყვეტილება, რომ რეალურად დაასრულოს ჩამოკიდებული ადამიანის მდგომარეობა. ადამიანი ამ კარტის მიხედვით ამბობს, მორჩა ის მდგომარეობა, რომელშიც მე ვიყავი,
დასრულდა. ისეთი როგორიც მე ვიყავი, აწი აღარ ვიქნები. მდინარე სტიქსი უკვე გადაკვეთილია. მიცვალებულები უკან აღარ ბრუნდებიან. გესმით? მე წინ მხოლოდ მელოდება მზე. როგორც აი ამ კარტაზე არის აღნიშნული. მე წინ მხოლოდ მელოდება ნათელი მომავალი და ჩემი ინდივიდუალური გზა, რომელიც მე ავირჩიე. აი სწორედ ესეთ დასასრულს აღნიშნავს სიკვდილი. და კარტის მიხედვით, ჩემი აზრით, ეს არის ბევრად უკეთესი კარტა ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ჩამოკიდებული კაცის კარტა. ანუ თუ ჩამოკიდებული კაცის კარტა გაწელილი იყო დროში და ძალიან ბევრ სხვადასხვა განცდასთან და გონებაზე მუდმივად მუშაობასთან იყო ასოცირებული, სიკვდილის კარტა ასოცირებული არის გადაწყვეტილების ერთხელ და სამუდამოდ და უკან მოუხედავად მიღებასთან. ეს დროში გაცილებით უფრო მოკლეა და გარკვეულწილად არის გარკვეულ შვებასთან დაკავშირებული. თუ გახსენებათ ისეთი მდგომარეობა, როდესაც გიწევდათ რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება ეს არ იყოს მსგავსი თემატიკის, უბრალოდ ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. რამდენად რთულია გადაწყვეტილების მიღების პროცესი. აწონ-დაწონვა, გათვლა, გაანალიზება, გულის დაჯერება, არ დაჯერება და ასე შემდგომ. მაგრამ როდესაც თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას და როდესაც თქვენ იცით, რომ ეს თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება, თქვენ გარკვეულწილად იღებთ შვებას. და სიკვდილის დადებითი მხარე არის ის, რომ ყველაფერი ცუდი, რაც ისედაც უნდა წასულიყო ჩვენი ცხოვრებიდან, წავიდა ჩვენივე გადაწყვეტილებით და წინ გველოდება მხოლოდ ამ მომავალი მზე. მაგრამ სიკვდილს ასევე აქვს ერთი ძალიან ცუდი მხარე. ის რომ ის გულისხმობს თავის თავში გლოვას და თან გარდასახვის პროცესს. რას ნიშნავს ახლა გლოვა? აი, წარმოვიდგინოთ ესეთი ბუნებრივი მოვლენა, რომ მუხლუხო, ცხოვრება არის მუხლუხო და ის უნდა გადაიქცეს პეპელად, ხო? რა მდგომარეობას გადის მუხლუხო? ანუ რაღაც გარკვეული პერიოდი ის უბრალოდ დახოხავს მიწაზე. წარმოიდგინეთ, რომ მუხლუხოს მდგომარეობა არის ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს რეალურად არ აქვს ფრთები, რომ იფრინოს და თავისი მთლიანი პოტენციალით იცხოვროს და შემდგომ რა ხდება? ის იკეტება ნაჭუჭში და ხდება მისი ძალიან დიდი და ძალიან საფუძვლიანი ტრანსფორმაცია. და შემდგომ ის ხსნის ამ ნაჭუჭს და გამოდის აბსოლუტურად სხვანაირი სხეული, სხვანაირი გარეგნობით, ის რაც ის იყო, უკვე აღარასოდეს აღარ იქნება. დაახლოებით იგივე ტრანსფორმაცია არის სიკვდილი. თავის მხრივ ის გულისხმობს გარკვეულწილად ძველი ვერსიის გამოტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთელი ცხოვრება ვიყავით მუხლუხოები, ჩვენ თავს ვიცნობდით როგორც მუხლუხოს. და ძნელი არის აი ამ მდგომარეობის მიტოვებაც კი. რეალურად რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობა, თუ მთელი ცხოვრება გაქვს გატარებული ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობაში, ძნელი არის მისი მიტოვება. გესმით, გარკვეულწილად უნდა რაღაცნაირად დაემშვიდობო, გამოიგლო შენი ძველი ესეთი ხოხავი ნაწილი, ხო? და თან ის გულისხმობს უდიდეს გადასახვას. რატომ არის ახლა ჭუპრის ანალოგი, აი რომელიც მე მოვიყვანე, პეპლად ქცევამდე ჭუპრის სტადია მნიშვნელოვანი. რა ხდება, როდესაც მუხლუხო იკეტება ჭუპრში? ის რეალურად იკეტება გარე სამყაროდან, იმიტომ რომ იმ მდგომარეობაში, როდესაც ხდება მისი გარდასახვა, ის არის ძალიან მგრძნობიანი. მას ფაქტიურად არ აქვს კანი. ის მთლიანად უნდა შეიცვალოს. გესმით? ძველი მისი ვერსია უნდა მოკვდეს და სრულად ახლებურად ჩამოყალიბდეს მისი ფსიქიკა, მისი ორგანოები და ასე შემდგომ. ამიტომ არავინ რომ არ შეაწუხოს და ესეთ მგრძნობიარე მდგომარეობაში მყოფი რომ არ მოკლას, ფეხი რო არ დააბიჯოს და ასე შემდეგ, ის იკეტება აი ამ ჭუპრში. ეს არის მისი ეგრეთ დაცვის მექანიზმი, სადაც ხდება მისი საბოლოო ტრანსფორმაცია და მართლაც თუ თქვენ გინდათ რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ, ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენ უნდა მონახოთ ძალიან დიდი დრო იმისთვის, რომ მარტო დარჩეთ თქვენს თავთან და თქვენ მთლიანად უნდა გადაწეროთ თქვენი თავი და სხვადასხვა ასპექტი თქვენი თავისა. შეიძლება თქვენ გინდათ მუშაობა გარკვეულწილად ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კი ბატონო, უნდა გადაიწეროს აქ თქვენი შეხედულებები. თუ
თუნდაც ის შეხედულება, რომ შეიძლება ყოველთვის ფული არ მოდიოდეს ძალიან ბევრი შრომის შედეგად. ძალიან ბევრი ადამიანი შრომობს უბრალოდ არ ვიცი საშილად ბევრს მართლაც, მაგრამ მათ არ აქვს ცხოვრებაში არანაირი ფული, არანაირი წარმატება, არანაირი არაფერი და გარკვეულწილად ხვდებიან კიდევაც, რომ ეს ყველაფერი უკუპროპორციულია, რაც უფრო ბევრს მუშაობ, მით უფრო ნაკლებს იღებ შენ მუშაობასთან მიმართებაში, ხო? ანუ ეს სოფხედულობა მთლიანად არის გადასაწერი. შეიძლება მთლიანად არის გადასაწერი თქვენი სოფხედულობა ურთიერთობების შესახებ. ის თუ რა შეგძლიათ თქვენ შესთავაზოთ პარტნიორს, ის თუ როგორი გინდათ იყოს თქვენი პარტნიორი, როგორი გინდათ მიიღოთ თქვენს გვერდით ადამიანი. ეს მთლიანად გადასაწერი. აბსოლუტურად ყველა ასპექტი არის მთლიანად გადასაწერი. ეს არის უდიდესი შრომა, რომელშიც სხვა ადამიანები, რომლებიც შეიძლება ამ დროს ზედმეტები იყვნენ თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება ხელს გიშლიდნენ. ამიტომ თქვენ უნდა ჩაიკეტოთ თქვენი თავი და ეს სიკვდილის პროცესი წყნარად გაიაროთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ აი ამ ძველის ადგილზე მოვიდეს რაღაც ახალი. ეს არ არის ადვილი პროცესი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ აი ამ სიკვდილის კარტის მერე უკვე გამოხოთ ფრთებ მოსხმული პეპელა. ტაროს კარტის მიხედვით ესე არ ხდება. სიკვდილის პროცესი არის მხოლოდ დასაწყისი. სიკვდილის პროცესი არის უბრალოდ წარსულზე უარის თქმა, მაგრამ წინ გასავლელი არის მთელი რიგი ფსიქოემოციური და ფიზიკური მდგომარეობა, ხო? რომელიც შემდგომი კარტებით არის ნაჩვენები. ეს არის ზომიერების კარტა, ეს არის ეშმაკის კარტა, ეს არის კოშკის კარტა, ეს არის ვარსკვლავის კარტა და ეს არის შიშების კარტა, რომელიც გამოსახულია მთვარით. და რეალურად მე-19 კარტაში, მხოლოდ მე-19 კარტაში თქვენ თავიდან დაიბადებით, ანუ მე-19 კარტა არის მზის კარტა და აი აქ უკვე ის მზე, რომელიც შორს მოჩანდა ჰორიზონტზე ამ მომავალი მზე, უკვე აქ რეალურად მთლიანად ამოვა და თქვენ იქნებით პატარა ბავშვის სილუეტით, ანუ თქვენი ძველი მე, აი ეს ბებერი ჩონჩხი, სკილეტი, უბედური, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივად უნდა გარდაცვლილიყო, ისედაც წავა თქვენი ცხოვრებიდან და თქვენ გაჩნდებით და დაიბადებით თავიდან თქვენი ახალი პოტენციალით. აი, სიკვდილის კარტა არის უბრალოდ ჩაყვინთვა, აი ამ ეგრე ვთქვათ, ქვესკნელში, საიდანაც თქვენ ამოყვინთავთ მხოლოდ მე-19 კარტში. ამიტომ ყოველი კარტა, მომავალი კარტა, ერთმანეთთან გარკვეულწილად გადაბმული არის შინაარსობრივად და ძალიან ხშირად ჩვენს ცხოვრებაში თამაშდება გარკვეული თანმიმდევრობით, ხო? აქამდე არსებული კარტები მეტნაკლებად შეიძლება ყოფილიყო ცოტათი გადანაცვლებული, ხო? მაგალითად, თქვენ შეიძლება ჯერ გეშოვნათ სამსახური, მერე აგირჩიათ გულისწორი და ასე შემდგომ. ჯერ გაგეცნოთ ძალა, შემდგომ სამართალი და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად თამაშდება თანმიმდევრობა. თანმიმდევრობას აქვს დიდი მნიშვნელობა. კარგით, ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი ადამიანი არ ისურვებს ხოლმე ცხოვრების მანძილზე, რომ გამოვიდეს ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობა მეტნაკლებად არის ის, სადაც მათ გაატარებს მთელი თავისი ცხოვრება და მისი მიტოვება არის საკმაოდ ძნელი, ანუ სიკვდილის შემოშვება საკმაოდ ძნელია. და რას აკეთებენ ისინი, რომ ცოტათი გასაძლები გახადონ ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობა. ისინი ათავისუფლებენ თავის ძალას, ისინი ათავისუფლებენ თავის ლომს. ლომი არის შინაგანი პოტენციალი, ეს არის თქვენი ჰობი, ეს არის თქვენი, ეგრეთ ვთქვათ, უსაყვარლესი გართობა, ეს არის თქვენი რაღაც საქმიანობა, რაღაცა ნიჭი, რომელსაც როდესაც თქვენ აკეთებთ, მაშინ თქვენ აღვიძებთ თქვენს შინაგან მეს, მაგრამ კარტა ძალის მიხედვით შინაგანი მეს გამოთავისუფლება ხდება მხოლოდ ნაწილობრივ, ანუ დოზირებულად. ეს ქალბატონი, რომელიც ამ ლომს ეგრე ვთქვათ, პირს უკეტავს, ეს სწორედ ამ თავის ძალას აძლევს გარკვეულ დოზას, რომ ეხლა გამოდი, ეხლა დაიმალე და ასე შემდგომ, ხო? ანუ რა ხდება, ხალხი ზოგი იძენს ჰობის, ზოგიერთი ადამიანი იძენს საყვარელს, ხო? დაუშვათ უიღბლო ქორწინების შემთხვევაში. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, რომ დაუშვათ უიღბლო ქორწინება გადაარჩინოს ბევრი ბავშვის გაჩენით, ხო? ყოველ ახალ ბავშვს შეიძლება მოაქვს რაღაც ახალი სიცოცხლე ოჯახში და რეალურად ოჯახის
სიტუაციას ცვლის ცოტათი დადებითისკენ, ხო? არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვარდებიან რაღაც გარკვეულ გართობაში, ანუ ხშირად ისვენებენ და ასე შემდგომ. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აძლევს ადამიანს ძალას, მაგრამ რა არის იცით პარადოქსი რეალურად, რომ რაც უფრო თქვენ დაუბრუნდებით კარტა ძალას ხშირად, მით უფრო ხშირად მოგიწევთ თქვენ უკან წასვლა. და ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობა არის კარტა ძალის შემდგომი მდგომარეობა. ის მაინც გასავლელი გექნებათ ადრე თუ გვიან. წარმოიდგინეთ აი მართლა სიტუაცია, რომელიც მე უკვე მოვიყვანე, აი ადამიანი, ორი ადამიანი ერთმანეთთან აბსოლუტურად კავშირში აღარ არის ცოლ-ქმარი და ისინი აჩენენ ბავშვებს უბრალოდ იმიტომ, რომ შეინარჩუნონ საკუთარი კერა. რა ხდება? ეს ბავშვები ცოტათი აუმჯობესებენ სიტუაციას გარკვეულწილად, მაგრამ რეალურად რა ხდება? ყოველი ახალი ბავშვის გაჩენა კიდევ უფრო გაუსაძლის ხდის აი ამ სიტუაციას, აი ამ უიღბლო ქორწინებას. უფრო და უფრო ცუდად მოქმედებს ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობაზე, ხო? ანუ თუ ადამიანებს საერთო არაფერი არ აქვთ, აუცილებელი არის მათი ურთიერთობის დასრულება და ბევრი ბავშვის ყოლა იქნება მათთვის უფრო ტრავმატული დასრულება. გესმით, უფრო გააძნელებს აი ამ სიკვდილის კარტის გავლის პროცესს. აი ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ ჯობია სიცოცხლე გაატაროს სულ ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობაში, იმიტომ რომ მათ ეშინიათ სიკვდილის კარტა. მაგრამ ჩამოკიდებული ადამიანის კარტა ითხოვს იმდენ რესურსს, იმდენ ფსიქოლოგიურ რესურსს, იმდენ ჯანმრთელობას, რომ ადამიანი შეიძლება ფიზიკურად ავად გახდეს, ან მოხდეს რაღაც ავარიაში, რაღაცა შეიძლება ცუდი მოიზიდოს ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობის მიხედვით და მაინც მოკვდეს. ოღონდ მოკვდეს არა ბუნებრივად საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ რეალურად ფიზიკურად. გესმით? ანუ სიკვდილი მაინც დაასრულებინებს აი ამ ცუდ მდგომარეობას. ოღონდ შეიძლება ეს იყოს ნამდვილი ფიზიკური სიკვდილი. ამიტომ ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობიდან აუცილებლად უნდა გამოვიდეთ და უნდა გამოვიდეთ აი ამ სიკვდილის კარტით. ეხლა მე მინდა დაგისვა თქვენ ესეთი შეკითხვა და ჩემ თავსაც დაუსვი მე ეს შეკითხვა, როდესაც ვფიქრობდი ამ კარტაზე. ის რომ რა იქნება ის ერთი მეთოდი, ის ერთი იდეა, რომელიც უკან მოუხედავად გამოგვიყვას ჩვენ აბსოლუტურად ყველა კრიზისიდან. იქნება ეს პირადი ურთიერთობის კრიზისი, იქნება ეს დაუშვათ პროფესიული კრიზისი, იქნება ეს ფინანსური კრიზისი, იქნება ეს საცხოვრებელი კრიზისი თუ ასე შემდგომ. რა იქნება ის ერთადერთი იდეა, რომელიც გამოიწვევს ჩვენ უკან მოუხედავს სიკვდილს, ეგრეთ ვთქვათ, და ჩვენს აბსოლუტურ გადასახვას. და ეს ერთადერთი იდეა, ჩემი აზრით, არის ის იდეა, რომ ღმერთს აქვს ყველაფერი გათვალისწინებული და თუ ჩვენ მოვეშვებით, ყველაფერი წესით ჩვენს ცხოვრებაში უნდა მოგვარდეს. გესმით? ანუ ჩვენ არ შეგვიძლია გავითვალისწინოთ ჩვენი ცხოვრების მილიონი ნიუანსი, მაგრამ ეს არც არის ჩვენი საქმე. ეს არის მხოლოდ ბედის ბორბალის საქმე, ეს არის ღმერთის საქმე. ჩვენი საქმე არის მხოლოდ ის, რომ ჩვენ მოვეშვათ. აი ახლა მინდა დაუბრუნდე ისევ ჩამოკიდებული კაცის კარტა და იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი არის მოშვებული. რეალურად ეს არის ერთადერთი მდგომარეობა, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან ერთხელ და სამუდამოდ უკან მოუხედავად და კარგად. ანუ ფიქრი იმის შესახებ, რომ ყველაფერი გათვალისწინებულია, ყველაფერი მოგვარებულია, თქვენ ცხოვრობთ ესეთ ჰოტელში, ეგრეთ ვთქვათ, სადაც ყველა თქვენი მოთხოვნა არის გათვალისწინებული, ყველა თქვენი სურვილი არის გათვალისწინებული და თქვენ უბრალოდ უნდა პასიურად იცუროთ ნავში, რომელიც თქვენ გაგიყვათ სასურველ ეტაპზე. ანუ აქამდე ადამიანი ჩამოკიდებული კაცის მიხედვით ცხოვრობდა აქტიური ცხოვრების წესით. ის ცხოვრობდა მაგის კარტით, მაგის კარტის მიხედვით ის ისახავდა მიზნებს, მაგის კარტის მიხედვით ის იყენებდა 4 სტიქიას იმისთვის, რომ მიეღწია თავისი სურვილებისთვის. ესმით, აუცილებლად ნახეთ ჩემი წინა ვიდეოები. ის ადამიანი, რომელიც ეხა შეუერთდა ჩემ არხს, შეიძლება უბრალოდ მას არ ესმოდეს მე რას ვსაუბრობ. ამიტომ ჩემი ვიდეოები, ეს ტაროს კარტები უნდა ნახოთ აუცილებლად თანმიმდევრულად და მაშინ თქვენთვის ყველაფერი გასაგები იქნება. და ის ასევე ცხოვრობდა იმპერატორის მიხედვით აწესებდა წესებს, რომ იქ არ უნდა წავიდე, ეს არ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ თავი დავიცვა
და მაქსიმალურად დიდხანს და წარმატებით ვიცხოვრო. მაგრამ ეხლა მოდის ადამიანის ცხოვრებაში ისეთი დრო, როდესაც უკვე მაგის გზით სიარული და იმპერატორის გზით სიარული ცოტა არ იყოს დამღლელია. და ეს არის დიდი გარდასახვის დასაწყისი. ის ირჩევს გზას წესით და რიგით. უნდა ირჩევს გზა, რომელიც უკვე არის ქურუმი ქალის გზა. ქურუმი ქალი არის მაქსიმალურად პასიური, მაქსიმალურად მოშვებული, მაქსიმალურად თავის გრძნობებში. ქურუმი ქალი დიდ დროს ატარებს მედიტაციაში და რაც მთავარია, ქურუმ ქალს აქვს ცოდნა ღვთიური კანონების შესახებ და მას აქვს ცოდნა იმის შესახებ, რომ წესით და რიგით ყველაფერი მისთვის უნდა შესრულდეს აბსოლუტურად კარგად, თუ ის უბრალოდ მოეშვება. ესმით, ესეთი რთული ტრანსფორმაციის პერიოდი ხდება ადამიანის ცხოვრებაში. ანუ რეალურად ნახეთ, რა ხდება, სიკვდილი არის ერთადერთი კარტა, რომელიც ადამიანს უყურებს თვალებში, ესე ვთქვათ, ანუ ადამიანს წინ ხვდება და ადამიანს მთლიანად ცვლის. ესმით, ეს არის უდიდესი გარდასახვის და ტრანსფორმაციის კარტა, რომელიც ცვლის მის ფსიქიკას. ესე ვთქვათ. კარგით, მოდით განვიხილოთ, როგორ თამაშდება სიკვდილის კარტა სხვადასხვა სიტუაციებში. ადამიანი ამ კარტის მიხედვით არის საკმაოდ ბრძენი, ცხოვრებაში ბევრი რამე აქვს გადატანილი, აქვს გარკვეული ცხოვრებისეული სიბრძნე, არასოდეს იხედება უკან, არის საკმაოდ მტკიცე თავის გადაწყვეტილებაში, შეიძლება იყოს ხანდაზმული ადამიანი, რამდენადაც აქ საქმე გვაქვს სკილეთთან, მას არსად არ ეჩქარება და ის იხედება მხოლოდ და მხოლოდ წინ, ის მიდის მხოლოდ და მხოლოდ წინ. და ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც მოაქვს ცვლილებები არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაში, არამედ გვერდით მყოფი ადამიანის ცხოვრებაში. ანუ რეალურად ეს არის ცვლილებების კარტა. ურთიერთობებისთვის ეს კარტა არც თუ ისე სახარბიელოა, შეიძლება მიუთითებდეს ურთიერთობების დასრულებაზე, მაგრამ თუ რა თქმა უნდა არსებობს შესაბამისი სიუჟეტი, ესე ვთქვათ, შესაბამისი კითხვა და არსებობს სხვა ცუდი ნეგატიური კარტები გარშემო. და ასევე შეიძლება მიუთითებდეს ურთიერთობების შეცვლაზე, ან ურთიერთობების ფორმის შეცვლაზე. თუ აქამდე დაუშვათ ოჯახში არ იყო ბავშვი და გაჩნდა ბავშვი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძველი ურთიერთობები სიკვდილის კარტის მიხედვით გათავდა ბევრი გართობა, გვიანობამდე გარეთ სიარული უკვე აღარ იქნება, უკვე ღამით 9 საათზე ბავშვმა უნდა დაიძინოს საწოლში, ასე რომ ურთიერთობების გარდასახვა ხდება ამ შემთხვევაში. ხო, თუ მიუთითებს ურთიერთობების დასასრულზე, ამაზე ძალიან არის დარდოთ, იმიტომ რომ ეს ურთიერთობები ადრე თუ გვიან მაინც დასრულდებოდა, ასე რომ შეიძლება ითქვას გარკვეულწილად დადებითი კარტაც კი არის. პროფესიულად ეს არის გარკვეული პროექტის დახურვა, სამსახურიდან წამოსვლა, პარტნიორის შესვლა, ძველი ხელმძღვანელის გამოცვლა. შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ უნდა გარკვეულწილად დახუროთ თქვენი ბიზნესი. ან გადაცვალოთ ერთი შემოსავალი მეორე ტიპის შემოსავალზე. ან მაგალითად შეიძლება თქვენ გაქვთ სახლი და იყენებთ აი ამ ფართს როგორც საცხოვრებელ ფართს და შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ უნდა შეცვალოთ აი ამ ფართის ფორმა და დავუშვათ გადაკეთოთ რესტორანად, ხო? სახლი ძველი ფორმით, როგორიც არსებობდა, უკვე აღარ იარსებებს თქვენთვის, სამაგიეროდ შეიძლება იყოს ეს ახალი შემოსავლის წყარო. და ეს შეიძლება მიუთითებდეს ასევე ვალუტის გადაცვლაზე. ნუ ერთი კვდება, მეორე იბადება, ვალუტის გადაცვლასთან ეს არის ასოცირებული. ფულისთვის ეს კარტა ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი ფულის გამომუშავების ძველი მეთოდები აუცილებლად და აბსოლუტურად ახალ მეთოდებზე უნდა გადახვიდეთ, ესე ვთქვათ. შეიძლება მიუთითებდეს რაღაც გარკვეული პროცესის დასრულებაზე, კონტრაქტის დასრულებაზე, ვალების დახურვაზე და ასე შემდგომ. და შეიძლება მიუთითებდეს როგორც თქვენ ფულის გადაცვლის აუცილებლობაზე. ჯანმრთელობა ამ კარტის მიხედვით არის სუსტი და არასტაბილური. პრობლემა არის ძვლებში, სახსრებში, ნუ სიკვდილი ეგრე ვთქვათ, ჩონჩხი. მენოპაუზა შეიძლება იყოს ამ კარტით გათამაშებული. და შეიძლება მიუთითებდეს გარკვეული ორგანოს ამოჭრის აუცილებლობაზე. ნუ სიკვდილი როგორც რაღაცის დასრულება, რაღაცის ცხოვრების დასრულება, ასევე მას აქვს ესეთი ცელი, ხო, რომელიც
შეიძლება ასოცირდებოდეს სკალპელთან. ხო, რჩევა არის ის, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გაუშვათ თქვენი ძველი გამოცდილება, აუცილებლად უნდა გამოემშვიდობოთ მას, გამოიგლოვოთ და მოემზადოთ იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი გარდასახვა. ეს აუცილებლად უნდა თქვათ უარი აი ამ თქვენ ძველ თავზე, იმიტომ რომ წინ არის ამომავალი მზე. აი ეს მინდოდა მეთქვა სიკვდილის კარტის შესახებ და გადავიდეთ ჩვენ შემდგომ კარტზე და ჩვენი შემდგომი კარტა არის ზომიერების კარტა. მაშასე ზომიერების კარტა. ეს არის მე-14 არკანი, შევეცდები საკმაოდ მოკლედ მოვყვეთ, თუმცა ძალიან გამიჭირდება. ზომიერების კარტა არის ბუნებრივი და ყველაზე სასურველი სიტუაცია სიკვდილის კარტის შემდგომ. ეს არის სიტუაცია, როდესაც თქვენ გადაიტანეთ ორი ურთულესი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში და ეხლა თქვენ გჭირდებათ ცოტაოდენი დრო იმისთვის, რომ ცოტათი ამოისუნთქოთ. იცხოვროთ საკმაოდ ზომიერად, გამოზომილად. ეს კარტა გირჩევთ, რომ თქვენი ძალა, რომელიც იყო მოცემული მერვე კარტის მიხედვით, თქვენი ნიჭი, თქვენი გეგმები, ჯერჯერობით არ გამოათავისუფლოთ, ცოტათი უკან გადადოთ და უბრალოდ ცოტაოდენი დრო გამოყოთ იმისთვის, რომ კარგად დაისვენოთ, ესე ვთქვათ. და ნელ-ნელა მოზომილი ნაბიჯებით წახვიდეთ წინ. ეს არის ახალ რეალობასთან ადაპტაციის კარტა, იმიტომ რომ სიკვდილის კარტის მიხედვით ჩვენი რეალობა ძველი, როგორიც ის იყო, წავიდა. შეიძლება ჩვენ გავშორდით ჩვენს მეუღლეს. შეიძლება ჩვენ წამოვედით სამსახურიდან. შეიძლება ჩვენ დავასრულეთ უდიდესი გარკვეული ჯანმრთელობის კრიზისი. ანუ ძველი მდგომარეობა დასრულდა და ეხა მიდის ახალ რეალობასთან ნელ-ნელა ადაპტაცია. ამერიკელებს აქვთ ეგეთი ტერმინი დაუნშიფტინგი. რას ნიშნავს დაუნშიფტინგი? დაუნშიფტინგი ნიშნავს ხარჯების შეზღუდვას და low profile, ანუ ცოტათი შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრებას. შეიძლება ეს გულისხმობდეს თქვენი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, დაუშვათ ქალაქიდან სოფელში გადასვლას და ასე შემდგომ. მაგრამ ეს აუცილებლად გულისხმობს ცხოვრების ტემპის გარკვეულწილად შენელებას. მინდა გითხრათ რამოდენიმე მაგალითი სხვადასხვა სიტუაციიდან, ხო? აი მე მყავს ერთი საყვარელი იუთუბერი, თვითონ არხს ქვია The Chrome Project, თუ გინდათ ნახეთ. ეს იყო ადამიანი, ცხოვრობდა კანადაში და ჰქონდა ძალიან არასასურველი სამუშაო, არ უყვარდა თავისი სამუშაო და პარალელურად იყო შაბათ-კვირას DJ. მან უბრალოდ ერთვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ თავისი ხელფასის ძალიან დიდი ნაწილი მიდის მისი ბინის ქირის გადასახდელად, ანუ არ ჰქონდა საკუთარი ბინა და მთელი ცხოვრება იხდიდა ქირის თანხას. და გადაწყვიტა, რომ სამსახურიდან წამოსულიყო, სახლი დაეტოვებინა და გადაცხოვრებულიყო მანქანაში. მან მანქანა გადააკეთა, ძალიან მინიმალური თანხით დადგა იქ საწოლი, გაუკეთა თერმოიზოლაცია და დაიწყო ცოტ-ცოტ, ანუ ერთ ქალაქში ან ახლობელ ქალაქში ცოტ-ცოტა მოგზაურობა და თან შაბათ-კვირას აგრძელებდა თავის მუშაობას, როგორც საქმიანობას, როგორც DJ. ანუ მან შეკვეცა თავისი ცხოვრების სტილი, ესე ვთქვათ, მაქსიმალურად, მანამ სანამ YouTube-მა არ შემოუტანა იმდენი შემოსავალი, რომ უკვე შეეძლო ნაკლებად ხელმომჭირნე ცხოვრება, მოგზაურობა და ასე შემდგომ. ანუ მეორე სიტუაცია დავუშვათ, თქვენ გადაიტანეთ რაღაცა ფიზიკური ტრავმა, ხო? და გამოხვედით ამ სიტუაციიდან სიკვდილის კარტის მიხედვით ეს ტრავმა დასრულდა და თქვენ იწყებთ თავიდან ცხოვრებას, ნელ-ნელა იწყებთ სიარულს, ნელ-ნელა იწყებთ საკუთარი სხეულის შესწავლას და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, თქვენ იმ წუთასვე არ წახვალთ და დისკოტეკაზე ცეკვას არ დაიწყებთ, ხო? თქვენ ნელ-ნელა იწყებთ ნაბიჯების გადადგმას, დადიხართ რეაბილიტაციის ცენტრში და ასე შემდეგ. რაც უფრო ნელა მიუდგებთ თვითონ აი თქვენ ამ რეაბილიტაციის პროცესს, მით უფრო წარმატებული იქნება ეს. მესამე სიტუაცია დავუშვათ, თქვენ ეჩხუბეთ თქვენთვის ძვირფას და ძალიან ახლობელ ადამიანს და უბრალოდ მიხვდით, რომ ეს ადამიანი ის არ იყო, ვინც გეგონათ, მაგრამ ეს ადამიანი თქვენთვის საკმაოდ ახლობელი, ან ბავშვობის მეგობარი, ან შეიძლება ნათესავია და ასე შემდგომ. და თქვენ არ შეგიძლიათ ამ ადამიანზე უარის თქმა. გარკვეულწილად ეს ადამიანი ისეთი ფორმით, როგორიც მანამდე ეს იყო თქვენთვის, მოკვდა.
იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ვერასოდეს შეიძლება მას ვეღარ გაუზიარებთ თქვენ საიდუმლოებებს, თქვენ მიხვდით რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად სხვანაირია, მაგრამ არ გინდათ ურთიერთობის გაწყვეტა. რას აკეთებთ? თქვენ არ წყვიტავთ მასთან ურთიერთობას, თქვენ მას ურიგდებით, მაგრამ თქვენ მას ძალიან გამოზომილად ეკონტაქტებით. ანუ უკვე აღარ უყვებით ყველაფერს, არამედ უყვებით მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს, გადაამუშავოს, ესე ვთქვათ, თქვენგან და იშვიათად ხვდებით თქვენს ცხოვრებაში, ხო? ანუ თქვენ ისევ და ისევ იცავთ ზომიერებას. ანუ პირველ შემთხვევაში იყო ზომიერება ფინანსური თვალსაზრისით, მეორე შემთხვევაში იყო ზომიერება ფიზიკური თვალსაზრისით და მესამე შემთხვევაში არის ზომიერება უკვე ემოციების დონეზე. თუ თქვენ გინდათ დავუშვათ უცებ შეცვალოთ თქვენი დიეტა და შეწყვიტოთ ნამცხრების ჭამა და ყველა მავნებელი დავუშვათ საკვების ჭამა იმისთვის რომ გახდეთ უფრო ტანადი ადამიანი, ერთბაშად ამის გაკეთება ძალიან გაწნდება. არსებობს ესეთი ანეკდოტი, რომ ვარ დიეტაზე და დილას ვჭამ ნახევარ ვაშ, შუადღისას ვჭამ ნახევარ პორტოხალს და საღამოს ვჭამ ნახევარ მაცივარსო. და თუ არ გიდათ რომ ესეთ ექსტრემალურ სიტუაციებში გადახვიდეთ, თქვენ უნდა დაიცვათ აუცილებლად ზომიერება, ხო? მაქსიმალურად ჭამოთ გემრიელი, მაგრამ სასარგებლო საკვები და შეიძლება შაბათ-კვირას ჭამოთ ნამცხრები, ხინკალი და ასე შემდგომ. ყველაფერი რაც კი თქვენ მოგენატრებათ. ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ, რომ უფრო ხანგრძლივად შეხვიდეთ აი ამ რეჟიმში, ადაპტაცია გაიაროთ ახალ რეალობასთან, რომელიც თქვენ თვითონ შექმენით და თან წახვიდეთ წინ, მიაღწიოთ თქვენს მიზანს ნელ-ნელა. და სწორედ აი ეს სიტუაცია ფაქტობრივად ეს კარტა უკვე აგიხსენით ამ რამოდენიმე სიტუაციით. აი ამის შესახებ არის ეს კარტა. ამ კარტაზე არის გამოსახული ანგელოზი, ეს არის ანგელოზი გაბრიელი, ეს არის სათნოების ანგელოზი და ის პასუხისგებელია ღვთიური ინსაიტის მიღებაზე, ანუ ღვთიური მესიჯების მიღებაზე. მას აქვს ესეთი ოკულისტებს რო აქვთ, ხო იცით, ესეთი რაღაცა მოწყობილობა თავზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ მას აქვს ღვთიური ხედვა, ესე ვთქვათ, მესამე თვალი აქვს გახსნილი, ზემოთ ნათება, ეს არის აბსოლუტურად დადებითი პერსონაჟი, შემოსილი თეთრ სამოში, აქვს ფრთები, ყველაფერი კარგი ამ პერსონაჟიდან მოდის თქვენთან. გულზე აქვს ესეთი უნიკალური ნიშანი, ოთხკუთხედი, წინა კარტებში ვახსენე რომ ნიშნავს მიწიერებას, ანუ ორკუთხედი მყარი ფიგურა არის, როგორც არ უნდა გადააბრუნო ოთხკუთხა ფიგურა, ის მაინც მყარად დადგება. ხოლო სამკუთხედი, რომელიც არის მის შიგნით, ნიშნავს უკვე სულიერებას და ეს ნიშნავს აი სულიერების და მიწიერების ბალანსირებას, ხო? აქვს ხელში ორი თასი, რომლიდანაც ძალიან ფრთხილად წყალს ასხამს ერთი თასიდან მეორეში, ისე რომ ერთი წვეთიც კი არ დაღვაროს. და ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ და ისევ ის იცავს ზომიერებას, ის იცავს ბალანსირებას იმისთვის, რომ ეგრე ვთქვათ, ცხოვრება იყოს უფრო ადვილი, უფრო დაბალანსებული. ცნობილია, რომ ძველ საბერძნეთში ბერძნები აზავებდნენ ღვინოს წყლით და ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ შეენელებინათ თრობის პროცესი, ხო? ეტყობა ისინი იმდენს არ ჭამდნენ, მაინც როგორც ქართველები სამაგიეროდ ბევრს ჭამენ, რომ თრობის პროცესი შეენელონ. და რეალურად ეს ბერძნები ხვდებოდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ ეკონტროლებინათ თავისი სხეული, ანუ რა რეაქცია ექნებოდა სხეულს ალკოჰოლზე და შესაბამისად ამცირებდნენ თვითონ ალკოჰოლის რაოდენობას და სწორედ ამის შესახებ არის ეს კარტა. თქვენ იცით, რომ თქვენ ჯერჯერობით არ შეგიძლიათ მთლიანად იქონიოთ კონტროლი თქვენს ემოციებზე და ამიტომ ხალხს თქვენ ესაუბრებით გამოზომილად, ანუ ურთიერთობა გაქვთ ხალხთან გამოზომილად. ის ვინ ზედმეტად ნერვებს გიშლეთ, ეგრე ვთქვათ, ცოტა ნაკლებად გყავთ თქვენ ცხოვრებაში და უფრო ძვირფასი ადამიანები უფრო ახლოს გყავთ, ხო, თქვენთან. ან შესაბამისად შეიძლება სრული კონტროლი არ გქონდეთ თქვენს ფინანსურ მომავალზე და ასევე ფინანსებს ხარჯავთ ძალიან გამოზომილად. და სხვათა შორის ეს არის ესეთი კარტა არის sustainability, არის მდგრადობა და მდგრადი განვითარება, ხო, ტერმინოლოგია და ზუსტად აი ამას მდგრად განვითარება
ვითარებას და მდგრადობას უზრუნველყოფს ეს კარტა. თვითონ აი ამ პერსონაჟს, აი ამ ანგელოს ცალი ფეხი აქვს მიწაზე, ცალი ფეხი აქვს წყალში. წყალი ნიშნავს სულიერებას, ის ერთის მხრივ ნიშნავს თქვენს ემოციებს, თქვენს ოცნებას. წყალი არის უმაღლესი ქურუმი ქალის სტიქია, ხოლო მიწა კიდე, რა თქმა უნდა, არის მიწიერი მატერიალური სტიქია და ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს აქვს ცალი ფეხი ოცნებაში და ცალი ფეხი აქვს მყარად მიწაზე დადებული. ანუ არც ზედმეტად მატერიალისტია და არც ზედმეტად მეოცნებია. ზოგადად შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი სიტუაცია, როდესაც თქვენ ზედმეტად იყავით მეოცნები ან მატერიალისტი, როგორ დაგეხმარათ ან არ დაგეხმარათ ეს სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში, ეს ექსტრემალური სიტუაცია. აი ზოგადად არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ზედმეტად მეოცნები არიან და ისინი ძალიან ცოტას თუ აღწევენ ამ მატერიალისტურ სამყაროში. და მეორე მხრივ არსებობენ აბსოლუტურად მატერიალისტური ადამიანები, რომლებიც არაფერზე არ ოცნებობენ ცხოვრებაში. და ისინიც ასევე საკმაოდ ცოტას აღწევენ. მე თუ მკითხავთ, ანუ შეუძლებელია რომ აბსოლუტურად მატერიალისტური აზროვნებით წინ წახვიდე, აუცილებლად უნდა გქონდეს გარკვეული ოცნება. და მართლაც ეს ოცნება საოცნებო გზა ამ კარტაზე ნაჩვენები არის ბილიკით, ანუ კარტის მარცხნივ არის ბილიკი და უკან გვყავს ისევ ჩვენი ამომავალი მზე, რაც რეალურად გვპირდება ოცნებების ახდენას. ოდესმე წინ მომავალში, ხო? ქვემოთ არის ასევე ირისის ყვავილები. ირისი იყო ბერძნული ქალღმერთი, რომელიც ისევე როგორც ეს გაბრიელი ანგელოზი, ასევე პასუხისმგებელი იყო ღვთიური მესიჯების ჩამოტანაზე დედამიწაზე და ის მოგზაურობდა ცისარტყელაზე, ანუ ცისარტყელით ჩამოვიდოდა და ხალხს აცნობებდა ღვთიურ იდეებს, განზრახვებს და მიზნებს და ასე შემდგომ. და ისტორიით ირისის ყვავილებიც ისევ არის ამისი სიმბოლო. ანუ გარდა იმისა, რომ ეს არის ზომიერების კარტა, ეს არის ბალანსირების კარტა, ეს არის ასევე ღვთიური მესიჯების, ღვთიური ინსაიტის მიღების კარტა. ამ კარტაზე უკვე ადამიანი გარკვეულწილად გაცნობილი არის სამყაროს კანონებთან, მან გარკვეული გამოცდილება მიიღო ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობაში, სიკვდილის მდგომარეობაში, ის უკვე იცნობს ბედის ბორბალს და ის ელოდება გარკვეულ მესიჯებს თავისი მფარველი ანგელოზისგან. ეს შეიძლება წარმოსახული იყოს როგორც თქვენი მფარველი ანგელოზი და ხშირად კარტის გაშლის დროს თამაშდება როგორც მფარველი ანგელოზი. ზოგადად ქონიათ თუ არა თქვენ ისეთი შემთხვევა, რომ ქონოდათ ან რაიმე წინად გრძობა და უშუალოდ უარყოფით მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომ შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში. ან რაღაც გარკვეული მესიჯი ისეთი, რომელიც აი სწორი იდეა სწორ დროს. იქნებ თქვენ გქონდათ მესიჯი იმის შესახებ, რომ გიყიდათ ლოტერეის ბილეთი და მოიღეთ თუნდაც მცირედი თანხა, მაგრამ მაინც მოიგეთ. ანუ გაიხსენეთ თქვენი ცხოვრება. იქნებ თქვენ ხედავდით ციფრებს, ანუ გარკვეულ სინქრონულ ციფრებს. მე მაგალითად ძალიან ხშირად მაქვს ციფრები, როდესაც მჭირდება ხოლმე უბრალოდ იმისი ეგრეთ ვთქვათ, გაანალიზება, რომ მარტო არა ვარ, აი მithოვია ღმერთისთვის, რომ გეხვეწები მანიშნე, რომ აქ ხარ, ჩემს გვერდით და ძალიან ხშირად მაქვს ისეთი შემთხვევა, როდესაც ვიხედები ტელეფონზე და ტელეფონზე საათზე არის გამოსახული სინქრონული ციფრები და უშუალოდ 11, ანუ 11 საათი 11 წუთი, ან 12 საათი 21 წუთი, ან 11:33, 11:54, ესეთი შემთხვევები მე მქონია ძალიან ბევრი. ძალიან ხშირად მე მქონია სიზმრები, რომლებიც ამიხდა როგორც კარგი თვალსაზრისით, ასევე ცუდი თვალსაზრისით და არა ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით მხოლოდ, არამედ ჩემს გარშემო, ანუ ჩემი ნათესავების და ახლობლების ცხოვრებასთან დაკავშირებით. ცოტათი არ იყოს კუდიანსაც კი მეძახიან ამის გამო, ჩემი ნათესავები და მეგობრები. ანუ მე ეს შემთხვევები მე ყოველთვის მქონდა ესეთი სურვილი, რომ არამატერიალურთან მქონოდა გარკვეული შეხება. ხო, ასე რომ ეს არის ღვთიური ინსაიტების და ეს არის მფარველი ანგელოზის კარტა. თუ თქვენ გქონიათ რაიმე შემთხვევა არამატერიალურთან კავშირის შესახებ, იქნებ თქვენ მიხვედით რომელიმე ტაროლოგთან და მან გითხრათ თქვენი მომავალი და ყველაფერს დაემთხვა, ესეც არის ეგრეთ ვთქვათ ღვთიური ინსაიტი. ანუ ასე რომ თუ გაქვთ რაიმე გამოცდილება, რაიმე ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ამაში მოსმენა, იქნებ დამეკომენტაროთ ვიდეოში.
კარგით, მოდით ნახოთ რა ადამიანები თამაშდებიან ამ კარტით. რა თქმა უნდა, ესენი არიან უკვე ადამიანები, რომელმაც ძალიან ბევრი გაიარეს ცხოვრების მანძილზე და მიხვდნენ ერთ სიბრძნეს, რომ სამყარო არც კარგი არის, არც ცუდი, არც დადებითი, არც უარყოფითი და რომ სიმართლე ყოველთვის სადღაც შუაშია. ისინი უფრთხილდებიან საკუთარ ენერგიას, ისინი ადვილად უკვე აღარ შედიან არავისთან კონფლიქტში, არავის აღარაფერს აღარ უმტკიცებენ, არიან ზოგადად ძალიან გაგებული, გულისხმიერი ადამიანები, ყველასთან აქვთ კარგი ურთიერთობა და მათ უკვე ისწავლეს საკუთარი ცხოვრების დაბალანსება. მათ შეუძლიათ დაბალანსონ თავიანთი სამსახური, თავიანთი დასვენება, გართობა, კვება, ანუ მეტნაკლებად ყველა სფეროში აქვთ თავიანთი ცხოვრება დაბალანსებული და ზოგადად კაი ტიპები არიან. მე მიყვარს ესეთი ადამიანები ძალიან. ურთიერთობებისთვის ეს კარტა არის ძალიან კარგი, ეს იმას ნიშნავს, რომ წყვილი რეალურად ეწყობა ერთმანეთს კარგად. ანუ ყველა პასუხისმგებლობა ოჯახში არის კარგად გადანაწილებული, მათ აქვთ ამისი სურვილი, ენერგია, გულისხმიერება ერთმანეთის მიმართ და უარყოფით კონტექსტში შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ხალხისთვის ყველაფერი საკმაოდ მდორედ მიმდინარეობს და ურთიერთობები ცოტა არ იყოს მობეზრებული, ანუ არაფერი არ ხდება და თუ ხდება რაღაცა განვითარება, ეს განვითარება მიმდინარეობს ძალიან ნელა. ანუ ნახეთ რა არის ამ კარტის უარყოფითი მხარე, პრინციპში არის ის, რომ ცვლილებები ამ კარტის მიხედვით რეალურად ხდება საკმაოდ ნელა. და რეალურად ამ კარტას სჭირდება საკმაოდ დიდი რაოდენობის მოთმინება. და თუ სიტუაცია გაიწელა ძალიან, ეს არის აი ამ კარტის უარყოფითი მხარე, ესე ვთქვათ რა. სამსახურში ყველაფერი არის კარგად, მოვალეობები გაწერილი არის კარგად, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანს აქვს უნარი შეუთავსოს ორი ტიპის საქმიანობა, ან ერთ სამსახურში, ან ორ სხვადასხვა სამსახურში, ანუ რეალურად ეს არის მულტიტასკის კარტა და აქ საკმაოდ კარგად არის გაწერილი მოვალეობები, პასუხისმგებლობები, დედლაინები, ეგრეთ ვთქვათ, ძალიან ცუდი არ არის, ანუ საკმაოდ ზომიერი დედლაინებია და სამსახურისთვისაც არის დადებითი კარტა. ფინანსებითაც ასევე დადებითია, თუმცა ნიშნავს ფინანსების ზრდას საკმაოდ გამოზომილად, ესე ვთქვათ, ერთბაშად აქ ლატერიას ვერ მოიგებთ ამ კარტის მიხედვით, ან ვინმე ვერ დაგიტოვებთ ქონებას. ეს უფრო ნიშნავს დივიდენდებს, ანუ რაღაც გარკვეულ ბანკში გიდევთ თანხას, ან დაუშვით ბინას აქირავთ და გარკვეული შემოსავალი შემოგდით ყოველ თვიურად. შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ თქვენ უნდა შეუთავსოთ ერთმანეთს შემოსავლების სხვადასხვა წყარო, კერძოდ მინიმუმ 2 სხვადასხვა წყარო. ჯანმრთელობა არის აქ საკმაოდ კარგი, ყველა ორგანო მუშაობს საკმაოდ სტაბილურად და ყველაფერი დაბალანსებულია. რეალურად ეს არის გამოჯანმრთელების კარტა, იმიტომ რომ ხო მოყევი ერთ-ერთი მაგალითი, ანუ როდესაც თქვენი ავადმყოფობა დასრულდება სიკვდილის კარტის მიხედვით, თქვენ იწყებთ ახალ ეტაპს ცხოვრებაში, ეს არის გამოჯანმრთელება და გამოჯანმრთელება სწრაფად არ ხდება, აქ აუცილებელი არის კვების ბალანსის, ძილის ბალანსის დაცვა და ეს კარტა მიუთითებს ამ ყველაფერზე. და თუ არის რაღაცა პრობლემა, ეს ხშირად არის თირკმელების პრობლემები, ხშირად არის წყლის, ანუ ლიმფის და სისხლის ცირკულაციასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც სითხის, ხო? რჩევა არის ის, რომ თქვენ უნდა დააბალანსოთ ყველაფერი მეტნაკლებად თქვენს გარშემო, თქვენი ურთიერთობები, თქვენი ფინანსური მხარე, თქვენი მუშაობა და დასვენება. და არ შეგეშინდეთ იმისა, რომ ცვლილებები ძალიან მალე არ მოხდება, ცვლილებები აუცილებლად მოხდება ნელა და გამოზომილად. და თქვენ ასევე უნდა დაზოგოთ თქვენი ენერგია. შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ ერთი ტიპის საქმიანობა უნდა შეცვალოთ მეორე ტიპის საქმიანობით. კარგით, შემოძვიფასებო, გადავიდეთ ახლა ჩვენ საყვარელ რუბრიკაზე, როდესაც ყოველი კარტა არის შესაბამისი სიმღერით წარმოდგენილი და პირველი კარტისთვის, ანუ ჩამოკიდებული კაცის კარტისთვის მე შევარჩიე Pink Floyd-ის კედელი The Wall
მისი კონცერტიდან ესეთი კომპოზიცია Comfortably Numb. კომპოზიცია არის საკმაოდ რთული, ესეთი მძიმე, როგორც ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობა. ის აღწერს, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური ტკივილი. აღწერს აი ამ ცუდ მტკივნეულ მდგომარეობას, რომელშიც ეს ადამიანი აღმოჩნდა და ამბობს, რომ ეს ადამიანი არის კომფორტულად გაშიშებული, კომფორტულად დაბუჟებული, ესე ვთქვათ, ნიშნავს დაბუჯებას, ხო? ანუ ის გარკვეულწილად ეგუება ამ სიტუაციას, ან შეიძლება იღებს ტრანკვილიზატორებს და ცხოვრობს აი ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობაში. ზოგადად Pink Floyd-ის კედელი ასახავს ძალიან ბევრ თემატიკას, რომელიც ნაჩვენები არის ტაროს კარტის მიხედვით. კრიზისის თემატიკა აქ ძალიან დიდია და თუ დრო გექნებათ, იქნებ მოусმინოთ აი ამ კედელს, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია იქ მოცემული ბევრი თემატიკა. ხოლო რაც შეეხება სიკვდილის კარტას, სიკვდილის კარტის მიხედვით შევარჩიე Iggy Popის და Goran Bregovich's In the Death Car. თუ გახსოვთ, საიდან არის ეს სიმღერა? ეს სიმღერა არის კუშტურიცას ფილმიდან არიზონას ოცნება და ამითი მთავრდება ეს ფილმი და მანამ სანამ ეს სიმღერა დაიწყება, მთავარი პერსონაჟს ეუბნება ბიძამისი, რომ ყოველთვის, როდესაც ჩვენ რაღაცას ვკარგავთო, ასწავლის, რაღაცას ვიძენთო. და სწორედ ეს არის სიკვდილის კარტის ერთ-ერთი მთავარი იდეა, რომ არ არსებობს აბსოლუტური დანაკარგი. ყველა ცუდს გვერდით აქვს რაღაცა გარკვეული კარგი, ანუ სიკვდილის კარტის მიხედვით თუ რაღაცა წავიდა, აუცილებლად მოვა იქ რაღაცა კარგი სანაცვლოდ. და გარდა ამისა, ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სიკვდილი ჩვენს გვერდით არის, მაგრამ ჩვენ მაინც ცოცხლები ვართ. და სიკვდილი გარდაუვალია და სიკვდილი არის ცხოვრების ნაწილი და ამ კარტასაც აქვს მართლაც ძალიან ბევრი რამ პოზიტიური, მე თუ მკითხავთ. და რაც შეეხება მესამე კარტას, ეს არის ზომიერების კარტა და მისი შესაბამისი სიმღერა იქნება Dire Straits' One More Martini. ეს არის საკმაოდ ესეთი მუსიკალური მდორე სიმღერა, რომელიც ასახავს საკმაოდ მდორე სიტუაციას ადამიანის ცხოვრებაში. და თან მისი მისამღერი არის Something's gonna happen to change your whole life better. ანუ რაღაც აუცილებლად მოხდება შენს ცხოვრებაში, რომელიც შეცვლის მთელ შენს ცხოვრებას. ერთ დღეს. ანუ აქ არის ნაჩვენები სიტუაციის ნელა და ზომიერად მიმდინარეობა და თან ოცნება, რომელიც ამ კარტაზე გამოსახულია ამომავალი მზით. საერთოდ Dire Straits არის ძალიან დიდი მკურნალი, თუ ოდესმე ჩავარდებით დეპრესიაში, შორს, ან ცოტა ცუდ ხასიათზე იქნებით, ძალიან გირჩევთ მოусმინოთ Dire Straits. ჩემი საყვარელი კომპოზიციები არის Brothers in Arms, Your Latest Trick and Why Worry. და დამიჯერეთ მოგეშვებათ, რაც არ და ცუდად იყოთ, მოგეშვებათ, როდესაც ამ კომპოზიციებს მოისმენთ. ძალიან დიდი მადლობა, იმედი ლექცია იყო საინტერესო, ვიცი რომ იყო ძალიან გრძელი, ძალიან გთხოვთ დალაიქოთ და დამიწეროთ კომენტარი, ძალიან მაინტერესებს ზოგადად თქვენ ეს ჩემი ლექციები გეხმარებათ მხოლოდ ტაროს კარტის შესწავლის თვალსაზრისით, თუ ეს თქვენთვის არის გარკვეული ცხოვრებისეული რჩევები, რომელიც შეიძლება პოტენციურად დაგეხმაროთ ცხოვრების გზაზე. ეს ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის. ჩემთვის ეს კარტები არის გაცილებით ღრმა შინაარსის მქონე, ვიდრე უბრალოდ კარტები. ჩემთვის ეს არის ფსიქოლოგიის წიგნი. თქვენთან იყო პრაქტიკული ფილოსოფია ნინო და კარგად ბრძანებოდეთ შემდგომ შეხვედრამდე.